ვაპირებთ ბოლომდე. Ამ სიტყვებით დაასრულა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ნოემბრის საღამოს გაკეთებული განცხადება. განმარტა, რომ ევროკავშირისკენ სვლას საკუთარი ხედვით აპირებენ. როგორც ევროკავშირში ამბობენ, სწორედ აქ იქმნება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის ღირებულებითი აცდენა. ქართული ოცნების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ თავისუფალი სასამართლო, ადამიანის უფლებების დაცვა სქესის, რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა განსხვავებულობის მიუხედავად, ოპონენტების და განსხვავებული აზრის არ დევნა, თავისუფალი მედიის უზრუნველყოფა და ევროკავშირისთვის სხვა ფუნდამენტური ღირებულებები საქართველოსთვის გაუგებარი მოთხოვნებია და ამით ევროსტრუქტურები ქართულ ხალხზე პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებენ. არ ეთანხმებიან ევროკომისიის ანგარიშს და ამბობენ, რომ ევროპელი ლიდერები მოძალადეების მხარეს დგანან. Galtat გამჭვირვალობის კანონმდებლობას აქვს სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამე სხვადასხვა ფორმით, ზოგი პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობა, ზოგი სხვა უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს თავად ევროკავშირის სახელმწიფოებს. რაც შეეხება სხვა კანონებს, მათ შორის LGBT თემთან დაკავშირებით, ეს კანონმდებლობა არავის წინააღმდეგ არ არის. ერთადერთი მიზანი, რაც ამ კანონმდებლობას აქვს, არის ამ საკითხების პოპულარიზაციის ხელშეშლა, რომ არ მოხდეს პროპაგანდა ამ საკითხების გავრცელების, ნებისმიერი უმცირესობა, ეროვნული, სექსუალური, სქესობრივი და სხვა უმცირესობა, რა თქმა უნდა, მათი უფლებები საქართველოში არის დაცული. დღეს თუ ამ ევრობიუროკრატების ხელში, რომლებიც არიან პირდაპირ ხელდასმულები Deep State-ის მიერ, ევროკავშირი დაცილებული ამ ღირებულებებს, ჩვენ იმედს ვიტოვებთ და გვჯერა, რომ 5 წელიწადში, როდესაც უკვე ოფიციალურად არის დაანონსებული ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის, სიტუაცია იქნება უკვე რადიკალურად შეცვლილი და როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ასევე გაიმარჯვებს ევროკავშირში. თუ ქართული ოცნებისთვის გაუგებარი და მიუღებელია ევროკავშირიდან წამოსული კრიტიკა და შენიშვნები, ბოლო წლებში მიღებულ რეპრესიულად შეფასებულ კანონებთან დაკავშირებით, ეს დავა გასაგებია ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. მათი აზრით, ძალა, რომელიც ახლა საქართველოს ხელისუფლებაშია, ბარიერი გახდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაზე უარესი შეფასება ჩვენ მივიღეთ, ეს არის ოცნების მხრიდან იმ არადემოკრატიული და ძალადობრივი ქმედების შედეგი, რასაც ბოლო წლებია ქართული ოცნება ახორციელებს. სამწუხაროდ ევროინტეგრაციის გზაზე ქართული ოცნება იქცა ბარიერად და ის საკუთარი ძალაუფლების, ასევე კორუფციული გზით ხალხის თვის მოპარული, ასე ვთქვათ, ფულის დაცვის მიზნით ზად არის ფერხუშ გათელოს ქართული ხალხის ინტერესი. გუშინდელმა ანგარიშმა პირდაპირ ყველანაირი დიპლომატიური ენისა და შეფარვის გარეშე ქართულ ოცნებას და საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არის დასრულებული. საქართველო ბევრად უფრო უკან არის განვითარების თვალსაზრისით, პირველ რიგში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და ყველა სხვა კომპონენტის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპის კავშირში საქართველო გაწევრიანდეს. მოსკოვში დაწერილი სცენარის მიხედვით, ქართულმა ოცნებამ დაასამარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ატყუებს ქართველ ხალხს ილუზიის შექმნის მიზნით თითქოს და ფორმალურად მაინც საქართველო რჩება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ახლა ევროკავშირი მსჯელობს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მხოლოდ რეჟიმის წევრების მიმართ. საუბარია ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, მოძალადეებზე, ცრუმოწმეებზე, ეგრეთ წოდებულ მოსამართლეებზე, პროპაგანდისტებზე, რომლებიც ატყუებენ ქართულ ხალხს და ფინანსურ ბიზნეს ელიტაზე, რომელიც ძარცვავს ქართულ ხალხს და აფინანსებს ივანიშვილის რეპრესიულ რუსულ მანქანას. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გაფართოების წლიური შეფასება არაერთ მიმართულებასა და კომპონენტს მოიცავს, რომლითაც ბრიუსელი თბილისის მზაობას აფასებს გახდეს ევროკავშირის წევრი. თუმცა ამ წლის ანგარიში არა წინსვლაზე, არამედ მკვეთრ უკუსვლაზეა საუბარი, რომელსაც ადრესატი ქართული ოცნების გუნდი არ იზიარებს და ღირებულებით რეგრესში თავად ევროკავშირს ადანაშაულებს. როგორც ევროკავშირში აცხადებენ, საქართველოსთვის მინიჭებული კანდიდატის სტატუსი ახლა მხოლოდ ფურცელზეა დარჩენილი. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს ჯორჯია.